უწყვეტი პროტესტის 54 დღე ნახალი არჩევნების მოთხოვნით გამოსვლები დღესაც გაგრძელდება. თბილისში რამდენიმე მარშია დაგეგმილი, რომლებიც სტარტს დღის მეორე ნახევარში აიღებს. დღის ბოლოს კი ტრადიციულად საპროტესტო აქციის ადგილი რუსთაველის გამზირი იქნება. გამოსვლებია დაგეგმილი სხვადასხვა ქალაქში, ასევე 10 იანვარს უწყვეტი პროტესტის 54 დღეა. ირაკლი ბახტაძე მოგუყვება უფრო ცუდად თუ როგორია დღევანდელი დღის საპროტესტო გეგმები. ირაკლი გისმენთ. უწყვეტი პროტესტის 54 დღეს გაბრაზებული საქართველოს მოქალაქეები შეკრებას ტრადიციულად პარლამენტთან ზუსტად 7 საათიდან დაიწყებენ და მოთხოვნები დღესაც რასაკვირველი არის უცვლელი. ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში. მოქალაქეები ერთხმად ხვდებიან იმაზე, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მოიპარა ქართველი ხალხის ხმები და შესაბამისად მნიშვნელოვანია ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა ეს არის იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში და რომელთა ნაწილის პროცესიც ახლა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მოქალაქეები ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი სახის პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ხალხის ბრალეულობას, თუმცა ამის მიუხედავად საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები სრულად იზიარებენ ქართული ოცნების ლიდერების მიერ ნაკარნახებ ბრალეულობებს და შესაბამისად ქართული ოცნების სასამართლოც იღებს სწორედ იმ გადაწყვეტილებას, რისი მოსმენაც ბიძინა ივანიშვილს სურს. თუმცა იქამდე სანამ ზუსტად 7 საათიდან დაიწყებენ მოქალაქეები პარლამენტთან შეკრებას, დღეს მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებში იქნება ფართომასშტაბიანი საპროტესტო მსვლელობები, რომელსაც პირველი დაიწყებენ 5 საათზე. სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები მშვიდად მტკიცედ ერთად გამარჯვებამდე. სწორედ ამ სლოგანის გარშემო ერთიანდებიან HR-ები, მარკეტერები, IT სპეციალისტები, იურისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც 5 საათიდან შეკრებას რესპუბლიკის მოედანზე დაიწყებენ და ამის შემდგომ უკვე იქნება მშვიდობიანი მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაელოდებიან უკვე იმ თანამოაზრეებს, რომლებიც 7 საათიდან პარლამენტთან ტრადიციულად დაიწყებენ შეკრებას. 7-ის ნახევარზე კი კიდევ ერთი მარში არის დაგეგმილი, ეს არის ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მარში ფილარმონიიდან პარლამენტამდე და ხოლო 7 საათზე უკვე ვერელებისა და ვაკელების მარში. ვერელები და ვაკელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კამპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და ამის შემდგომ უკვე გადაინაცვლებენ საქართველოს პარლამენტთან, იქ სადაც 54 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს პროტესტი, იქ სადაც მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დღეს საქართველოში ჩამოსული ემიგრანტები კიდევ ერთხელ მართავენ მარშს, რომ გააგონონ ამ ხელისუფლებას ხმა და უთხრან, რომ მთელი საქართველო, ყველა რეგიონი, თბილისი, ყველა დიდი ქალაქი, მსოფლიოს უდიდესი ქალაქები დგანან ერთად და ეს არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს. ეს არის გამოსავალი ქვეყნისთვის, რომ დაუბრუნდეს მშვიდობა, კეთილდღეობა და მოსახლეობამ შევძლოთ, საქართველოს მოსახლეობამ შევძლოთ, რომ ქვეყანა მართოთ ისე, როგორც იმსახურებს საქართველო. რა თქმა უნდა, გრძელდება ჩვენი პროტესტი და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება ორი მთავარი მოთხოვნა, თავისუფლება ყველა რეჟიმის პატივარს და ახალი არჩევნები. ეს არის მთავარი ახლა და ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. ჩვენი ბრძოლა არის მართალი, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და რუსთაველის გამზირს მე როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, დამარცხებულები ჩვენ არ დავტოვებთ, მხოლოდ გამარჯვებულები დავტოვებთ და ეს არის მთავარი ამბავი, რომ ბოლომდე ყველანაირი კომპრომისის გარეშე, ყველანაირი დაღლის გარეშე ვაგრძელებთ და ვიქნებით ამ ბრძოლაში ბოლომდე და მივიყვან დაწნებული ვარ ბრძოლას ბოლომდე და ეს მარშების და სხვა ახალი ფორმები პროტესტის საჭირო და საინტერესო არის და მრავალფეროვნებას ძენ ჩვენს პროტესტს. უწყვეტმა აქციებმა განაპირობა სანქციები ივანიშვილზე, უწყვეტმა აქციებმა განაპირობა სანქციები გომელაურს და სხვადასხვა ჩინოვნიკებზე, ასე რომ მოსახლეობა არის ქვეყნის სახე, ასე ვფიქრობდი, ასე ვფიქრობ და ასე ვფიქრებ ყოველთვის, რადგან მთავრობა არ გამოხატავს ქვეყანას გამოხატავს მოსახლეობას, სწორედ მოსახლეობის დამსახურება ყოველივე ის სიკეთე, რაც ამერიკიდან წამოვიდა, ბრჭყალებს გულისხმობ სანქციებს, ასე რომ როგორც კი უკვე ყევები ძლიერია, თავარია გავაგრძელოთ ეს ყევები, რომ ბოლოს ეს ნაყოფი ჩამოვარდეს და მოიწყას. პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება მიღწეული ის მთავარი მოთხოვნები, რომლებსაც ამ დღეების განმავლობაში აჟღერებენ საქართველოს მოქალაქეები დაშინებების, დაკავებებისა და ეგრეთ წოდებული ზონდირდაჯგუფებების მიუხედავად პროტესტი გრძელდება, არ შინდებიან მოქალაქეები, რადგან ყველას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ თითოეული მოქალაქის პროტესტი ახლა არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.